სრულიად წლების განმავლობაში ვაფრთხილებდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მე დღეს აი ამ წერტილთან მოვიდოდით, ამ რეალობაში აღმოჩნდებოდით. მაშინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის კანონი თავის დროზე, რომელსაც იღებდნენ, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული სექტორის გამჭვირვალობის ინტერესებს და ამოცანებს და მაშინ, როცა ჩვენს თანამოქალაქეებს სწორედ რუსეთის, ბელარუსის მაგალითზე უხსნიდით, რომ სულ სხვა ამოცანების შორს მიმავალ ამოცანებთან და მიზნებთან იყო დაკავშირებული აი იმ პროცესის წამოწყება, მაშინ ბევრს არ სჯეროდა სამწუხაროდ და ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილიც იმეორებდა იმავე რიტორიკას, რასაც რეჟიმის წარმომადგენლები აშკარებდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გამჭვირვალობა, ფინანსური გამჭვირვალობა იყო ამოცანა და არ ისახავდა რეჟიმი იმ ამოცანას, რომ გაეჩუმებინა თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, შეეზღუდა მათი საქმიანობა, თავისუფალი მედია გამოცემები და საბოლოოდ ჩაეხშო თავისუფალი ხმა ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოვლინების მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან, თუმცა დღეს აი ამ წერტილამდე მივედი. მთელი ამ თვეების განმავლობაში მიიღეთ კატასტროფიული და წარმოუდგენელი შინაარსის და მიზნების მქონე კანონები ჩვენს რეალობაში, ჩვენი ქვეყნის რეალობაში უკვე გაჩნდა ცნება რუსეთის მსგავსად არასანქცირებული აქციის, არასანქცირებული შეკრების და ასეთი შეკრება არის დღეს. ამიტომ ვარ ფაქტობრივად წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის რეჟიმში, თუმცა სრულად მისი იმპლემენტირება, განხორციელება რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. ნაწილობრივ კი ვხედავთ უკვე სულ რამდენიმე წუთის წინ, მაგალითად დაიჭირეს ტროტუარზე დგომის ბრალდებით ერთ-ერთი ჩვენი გადამებრძოლი. ამას მოჰყვა კასკადურად სხვადასხვა შინაარსის კანონები, რომლებიც საბოლოო ჯამში ისახავდა ერთსა და იმავე მიზანს, რომ გაეჩუმებინათ როგორღაც ქართული ხალხი და დაეწყოთ დიქტატურის დამყარების ფინალური ფაზა.